საქართველოს პრემიერმა ასევე ისაუბრა ევროკავშირთან ურთიერთობასა და სამშვიდობო პოლიტიკაზე. მისი განცხადებით, ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის პრიორიტეტულია. საუბარი შეეხო ამ გზაზე ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. კობახიძის განცხადებით, ქვეყანაში მშვიდობის აღდგენით და რეგიონში სტაბილურობით საქართველოს ინტეგრაცია უფრო ინტენსიურად განხორციელდება. რაც შეეხება ალიანსებს, ძალიან მკაფიო ხედვა გვაქვს. ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია ევროკავშირში გაწევრიანება. ამ მიმართულებით გარკვეული გამოწვევების წინაშე ვდგავართ, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ჩვენს რეგიონში, განსაკუთრებით უკრაინაში მშვიდობის აღდგენით, საქართველოს ინტეგრაციის გზა უფრო ინტენსიურად იქნება წახალისებული. ამ მომენტის დადგომას ველი და იმედი გვაქვს, რომ მოვლენები ამ მიმართულებით პოზიტიურად განვითარდება. განვითარებისთვის ქვეყნებს შორის და ქვეყნებში სწორი ურთიერთობებისთვის მშვიდობა გადამწყვეტია. ამიტომ ყველას ყურადღება კონცენტრირებული უნდა იყოს მშვიდობის გამტკიცებაზე ჩვენს ირგვლივ და ძალიან გვახარებს, რომ ამას თურქეთთან ერთად ვაკეთებთ, რადგან ეს არის ქვეყანა, რომელიც ასევე მისდევს მშვიდობიან პოლიტიკას განვითარებისთვის. საომავლოდაც ვაპირებთ სამშვიდობო ხედვის განხორციელებას და ქვეყნის განვითარებაზე, განსაკუთრებით ეკონომიკურ განვითარებაზე აქცენტირებას. ყველა მიცის, რომ საერთაშორისო კავშირების გარეშე ქვეყნის ეკონომიკის განვითარება უბრალოდ შეუძლებელია. მშვიდობის პირობებში ეკონომიკის განვითარება და კეთილდღეობა უნდა ხდებოდეს ყველა ჩვენგანის აქცენტირება. მე მჯერა, რომ ჩვენს რეგიონში ქვეყნებმა გარდაულად უნდა დააბალანსონ მათი ურთიერთობები ყველა ძირითად მოთამაშესთან. ეს უნდა გაიგოს და პატივისცეს ყველა მოთამაშემ. ეს არის ის, რასაც თურქეთი აკეთებს და ეს არის ის, რასაც თურქეთი მხარს უჭერს. ევროკავშირის წამყვანმა წევრმა ქვეყნებმა და თავად ევროკავშირმა ფაქტობრივად უნდა შეცვალონ მიდგომა, არა ცოტათი, არამედ საფუძვლიანად და სრულად. გაფართოების პროცესი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კანდიდატი ქვეყნებისთვის, არამედ თავად ევროკავშირისთვისაც, განსაკუთრებით დღევანდელ მსოფლიოში.